გორის მუნიციპალიტეტში ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა. ბილეთის პასმა ყველა მიმართულებით მოიმატა. დღეს მოქალაქეებს სოფლიდან მუნიციპალურ ცენტრამდე 50 თეთრით მეტის გადახდა მოუწიათ, რაც როგორც თავად ამბობენ ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ ფონზე მათთვის დამატებითი ტვირთია. ტრანსპორტის პასმა მოიმატა ცალკეული მუნიციპალიტეტის მიმართულებითაც. სატრანსპორტო კომპანიაში თრიალეთს უთხრეს, რომ მიმდინარეობს მუშაობა მგზავრობის ფასთან დაკავშირებით და კვირის ბოლოს ეცოდინებათ სად როგორი ფასი იქნება. მძღოლები კი საწვავზე მომატებულ ფასებზე საუბრობენ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ზოგიერთ ბენზინ-გასამართზე დიზელი კიდევ გაძვირდა. კერძოდ 29 აპრილიდან დღემდე ზრდა 5-დან 30 თეთრამდეა. ხიდის თავში 1 ლარი იყო და დღეს ლარ ნახევარი იყო და ჩვენ გადაიხადა ლარ ნახევარი გენაცვალე. რა ვიცი გენაცვალე, ეგრე ესენი რაც ეუბნებაო გააგეთებთ ჩვენ, რა ვუყოთ. დღეს რამდენი გადაიხადე ტრანსპორტში იგივე თუ 3 ლარი, 50 თეთრი მომატებული. რომელი მიმართულებით? ქვეში. იძახიან ლარნახევარი იყო 2 გახდაო და არ ვიცი ზუსტად არის. ეს რომელი მიმართულებით? გორიდან ვარიანი ნიქოზის შემდეგ სოფლები რომ არიან. იმათა მაგრამ მოიმატა შვილო, ყველაფერი იმატულობს, მაგრამ 3 ლარი გახდა ირზნისინა რო აქ ჩამოხვიდე და აქედან კიდე 3 ლარი 6 ლარი. ნახოთ ხოლმე რა. 30 ჩამო. მოვიღე აგედა ციცილები ვიყიდე და საჭმელი. უნდა რო უყიდო და წავიღო და ფული არ არის, რა უყოთ. გაჭირდა სოფელში იოცა. ხორცი ძალიან გაიაფდა 25 ლარიო, როგორი 25 კი არა, კაი 27 ლარსაც იღებენ. 1 კილო რას გიყობ, 1 კილო ადამიანს ერთ შეჭმაზე. აბა ეს თავრობა არის, არა ყავ კარგი თავრობა. არა ყავ თავრობა, კარგი თავრობა. ივანიშვილს და მოშორება უნდა ნახდათა, მოშორება. თვითონ იმოდრა ფულს იგეცემენ, ყოველთვინ იმატებენ 1000-სა და რა დაგვიმატეს აბა პენსიაზე და წამლებში არ ამყოფნის ის რა. წამლები დავლიოთ. აბა რა გავაკეთოთ? არა ყავ უნდა მოვაშოროთ ეს თავრობა.